გამარჯობათ, მე ვარ ნათია შაი და ვაგრძელებთ ბედის მატრიცის განხილვას და დღეს მოვიდა ჯერი განვიხილოთ კარმის კუდი, როგორც მას მე შევარქვი ექსკლუზიურად კარმის შოლტა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მწარე, ყველაზე მტკივნეული, ყველაზე ცუდად ქვესკილში ჩამათრეველი ენერგია, ყველაზე დაბალ ვიბრაციული ენერგია, რასაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ეძებდეს. ეს კუდი ამ კონკრეტულ პიროვნებას, ვის ბედის მატრიცასაც განვიხილავ, არის ესეთი კოდით, ასე ვთქვათ, 21-4-10. აი აქ არის ნაჩვენები. მინდა ვთქვა, რასაც ყოველთვის ვამბობ, რომ ადამიანი ამ ნეგატივის გარეშე არ იბადება. ეს არის ის ძალიან დიდი გირი, წარმოიდგინეთ, რომელიც ჩაგართრევთ ქვესკნელში და როდესაც ამას განვიხილავ, სულ ვუსვავ ხას ამას, რომ ყველას და არ დაითრგუნოთ. თუ ეს არ გვექნება ამის გარეშე, ადამიანად აღარ დავიბადებოდით, ვიქნებოდით სხვა ცივილიზაციაში, ან ანგელოზები, ან რა ვიცი, მოკლედ დედამიწაზე აღარ დავიბადებოდით. დედამიწაზე ზუსტად იმიტომ ვიბადებოდით, რომ პირველ რიგში აი ეს ნეგატიური ენერგიები დავამუშავოთ, რაც წამოღებულია წინა ცხოვრებიდან. მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ის, რომ აბსოლუტურად ყველგან თქვენ გაიგებთ ინფორმაციას, რომ ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ წინა რეინკარნაციებზეა საუბარი. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა. ჩემი ძალიან დიდი დაკვირვებით. მე არ ვარ ბედის მატრიცის გამხილველი, რომელიც უბრალოდ განიხილავს. მე სულ ვიძიებ, ვადარებ, ვაკეთებ დასკვნებს, ვაკეთებ დაკვირვებებს. პატარა ისა ვარ, ასე ვთქვათ, არქეოლოგი თუ გამომძიებელი, თუ მეცნიერი ბედის მატრიცაში და მინდა დანამდვილებით გითხრათ, რომ აქ ჩანს ნამდვილად თქვენი წარსული ცხოვრება, ვინ იყავით წარსულ ცხოვრებაში, მაგრამ არა აუცილებლად ზუსტად წინა რეინკარნაცია. აქ ჩანს ის, რა წამოვიღეთ ჩვენ წინა ცხოვრებიდან, წინა რეინკარნაციიდან დასამუშავებლად ენერგიები. მიუხედავად იმისა, რომ იკითხება ესე 21-4-10, ყველაზე მძიმე ენერგია ამ შემთხვევაში არის 10 ენერგია, რაც ამ ადამიანს აქვს სასიყვარულო ზონაშიც და მოდი განვიხილოთ რა არის ეს ენერგია. და ზოგადად ყველაზე მძიმე წერტილი რა არის მის ცხოვრებაში, ცხადია აი ამ ორი ენერგიის გავლენით. რა არის 10 ენერგია? 10 ენერგია ეს არის ბედის ბორბალი. ენერგია ბედის ბორბალი. და მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად ყველა ეს ენერგია უნდა წავიკითხოთ რადიკალურად მინუსში, იმიტომ რომ ასეც არის მოცემული. ამ ადამიანს წინა ცხოვრებაში რაღაცა ისეთი შეემთხვა, ანუ იმ კონკრეტულ რაღაც რეინკარნაციაში, რომელიც თემაც ახლა ამ ცხოვრებაში წამოიღო დასამუშავებლად, რაღაც ისეთი შეემთხვა, რის გამოც შეექმნა ესეთი ჩამოყალიბებული ხედვა, რომ ცხოვრება არის უსამართლო, რომ ის არის უბედური, ის არის წარუმატებელი, სხვათა შორის თავისუფლებაა კიდე 10-იანი და მის თავისუფლებას შეექმნა რაღაცა გვარი შეზღუდვა. შეიძლება ეს შეზღუდვა იყოს სხვადასხვა გვარი, ხო? თავისუფლება შეიძლება შეუზღუდოს ადამიანს სიტყვაზე მშობელმა, რომელსაც მკაცრი მშობელი ყავს და ძალიან ზღუდავს, ხო, შვილის თავისუფლებას. შეიძლება შეუქმნას პარტნიორმა, შეიძლება შეუქმნას სახელმწიფომ, სამართალდამცავებმა, ხო, ამოიღოს ციხის თემა. შეიძლება იმ საზოგადოებრივ კლასობრივ მოწყობილებმა, რომელ პერიოდშიც და ქვეყანაში და ადგილასაც დაიბადა, ხო, და ასე შემდეგ ბევრმა გარემოებმა. ფაქტია, რომ დიდი შეზღუდულობა მოხდა ამ ადამიანის თავს წინა ცხოვრებას, წინა რეინკარნაციას გულისხმობ და შებოჭვა მოხდა მისი რაღაცა სურვილების, ოცნებების, გეგმების ასრულება პირდაპირ კავშირში იყო ამ ვერასრულება უბრალოდ ამ შებოჭვასთან, ამ ჩაკეტილობასთან და აი აქედან იწყება მთელი ამბავი, რომ რა უბედური ვარ, ჩემი წარუმატებლობა ამის ბრალია და რაღაცა სიუჟეტი, მე რომ ეს ვერ გავაკეთე, აი ამის გამო მოხდა, მე ამიგ
გამეკრძალეს, მე შემზღუდეს, მე დამაპატიმრეს, მე ჩავმკეტეს და ასე შემდეგ და ამიტომ ორა უბედური ვარ, როგორ არასწორად მომექცა სამყარო, ცხოვრება და ასე შემდეგ. საინტერესო არის ის, რომ როდესაც იბადება ადამიანი, ხო? პირველი 7 წელი განსაკუთრებულად და შემდეგ უკვე 12 წელი, ხო? აი ამ ძველ რეინკარნაციულ კარმების, ასე ვთქვათ, შოლტს იღებს. იმიტომ დავარქვი შოლტი, წარე შოლტს და მინდა გაჩვენოთ, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში, აი 10 წლის ასაკში რაღაცა იქნებოდა ცხადია თუ მას ახსოვს და ასევე ბოდიში 5 წლის ასაკში და 10 წლის ასაკში. ნახეთ, სად უმეორდება 12 წლამდე ეს ენერგიები, იქნებოდა საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც იგრძნობდა თავს ძალიან უბედურად, დაჩაგრულად, მსხვერპლად, დათრგუნულად. ცხადია მას უნდა ახსოვდეს ეს პერიოდები, თუ არ ახსოვს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ იმდენად მძიმე იყო, იმდენად მტკივნეული იყო და მძაფრი იყო ეს ყველაფერი, რომ მან ეს დაიწყა მისმა ფსიქიკა, მისმა ცნობიერმა, მისცა ბრძანება ტვინს, რომ ეს იქნას დავიწყებული. ანუ ეს ენერგია როგორც თქვი, მეუმეორდება პარტნიორთან, ნახეთ, ეს ენერგია გულის ჩაკრაში ენერგეტიკულად, ასევე ეს ენერგია ჩანს დედის მხარეს ქალების ენერგეტიკაში. რაც მე აღვნიშნე წინა ვიდეოში, რომ ადამიანი ჯერ პოულობს ნათესაურ ეგრეგორებს და იქ აშენებს თავის პირად ენერგიას. და ზუსტად აი ეს მოხდა, ნახე, განმეორებადი დედის მხარეს ქალებიდან. ეხლა რაც შეეხება გულის ჩაკრას. ძალიან ემოციური უნდა იყოს ეს ადამიანი, ნახე ფიზიკაშიც და ენერგიაშიც, სულიერებაშიც აქვს ძალიან, ნახე ფიზიკაში 6, ენერგიაში 10. 6 ეს არის პირდაპირ სიყვარულის ენერგია, ეს არის რაღაც ძალიან მძაფრი მოთხოვნილება სიყვარულის შესახებ, მაგრამ დღეს ამაზე არ ვისაუბრებთ. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ენერგია აქვს 10. დიახ, მისი ემოცია, მისი გულის ენერგია, ემოციონალური ენერგია იმართება ესე, ან არის ძალიან ბედნიერი, ან არის ძალიან უბედური მისი ემოცია, აი მაქსიმალურად შეიძლება შეუყვარდეს ვიღაცა, ან ამ ძალიან შეყვარებული ადამიანისგან მაქსიმალურად ეთკინოს და დაინგრეს გული, ხო, ემოციონალურად, აი ესეთი პიროვნება არის ეს. შეიძლება ისე უყვარდეს, რომ აი სიყვარული ეყოს და იყოს ძალიან ბედნიერი და პირიქით აი ამ რაღაცა, ასე ვთქვათ, ნეგატივმა საერთოდ დაანგრიოს, ჩაახშოს და უბედურ ადამიანად აქციოს. რაც შეეხება სასიყვარულო ზონაში რო არის, ამ ზონას მე ცალკე განვიხილავ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ აი მისი კარმის დამუშავება და ვიტყვი ბარემ რა არის ეს დამუშავება, ძალიან პირდაპირ პროპორციული იქნება იმ ადამიანთან, ვინ იქნება მის ცხოვრებაში. იმიტომ რომ თუ ამ 10-იან ენერგიას წაიღებს მინუსში და რა არის ეს მინუსი, ყველა სირთულესთან შეჯახების დროს ორა უბედური ვარ, ორა დაჩაგრული ვარ, რომ მე ვარ მსხვერპლი, მე ძალიან მძვირად მომიწია რაღაცების გადახდა, პასუხისგება სამყაროსადმი, კანონისადმი, კარმისადმი, მე ძალიან დავიჩაგრე, მე აი რაღაცა გამორჩეულად ვიღბლობის შეგრძნება შიგნით და მსხვერპლის შეგრძნება შიგნით. თუ ეს ენერგია გაგრძელდა და ანუ ყოველთვის სტრესულ მძიმე პერიოდებში წავიდა ეს, რომ თვითგვემა, მაშინ შეხვდება პარტნიორი, რომელიც მის, აი როგორც ეკო ნახეთ, გამოქვაბულში რო დაიძახებ ჰე და ის გამოგძახებს ჰე. ანუ თუ ამ ხაზით წახვედი, პარტნიორი შეხვდება, რომელიც მართლა გაგრძნობინებს თავს უბედურად, დაჩაგრულად, შეიძლება პირდაპირ გაგებითაც ისეთი სიუჟეტი განვითარდეს, რომ რაღაცა სირთულეები მოგიტანოს ცხოვრებაში, შეგიზღუდოს ამ სირთულეებმა, ხელი შეგიშალოს განვითარებაში და ასე შემდეგ. და რა ხდება დადებით შემთხვევაში
ცხოვრებაში როგორ უნდა დავამუშავოთ. დადებით შემთხვევაში 10-იანი ეს არის ძალიან მაღალი რწმენის ენერგია, ეს არის ნდობის ენერგია სამყაროსადმი, ეს არის ისეთ დონეზე ასული რწმენა, ნდობა და სიყვარული უფლისადმი, როდესაც გჯერა, რაც არ უნდა მოხდეს, მე ღმერთის რჩეული ვარ, რაც არ უნდა მოხდეს, მე იღბლიანი ვარ, რაც არ უნდა მოხდეს, მე მშრალად გამოვალ, მე გადავრჩები, მე კარგად ვიქნები, მე ძლიერი ვარ, მე ყველაფერი გამომდის, მე იღბლიანი ვარ და ასე შემდეგ. თუ აი ამის ყველაზე მძიმე ეს არის, ეს წერტილი არის დასამუშავებლად ამ ადამიანის ენერგიაში და თუ აი ამას დაამუშავებს, მის კარმას პირდაპირ პროპორციულად მას შეხვდება პარტნიორის ცხოვრებაში, რომელიც ძალიან დიდ ბედნიერებას მოუტანს, იღბალს მოუტანს და წარმატებას მოუტანს მის ცხოვრებაში. შემდეგი ენერგია ეს არის 4-იანი ენერგია, რომელიც საკმაოდ ასეთ ვთქვათ, კაცრი, დესპოტური და ძლიერი ენერგია არის. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ მის წინ რეინკარნაციაში მის ჯანმრთელობას და გარდაცვალებაში საკმაოდ დიდი წვლილი ჰქონდა ამ ენერგიას მის ცხოვრებაში და ეს არის მამრობითი ენერგია, სქესის ენერგია, რომელმაც ან მიიღო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძალადობა, შეიძლება ფსიქოლოგიურიც იყო ეს ძალადობა, ხო, არა მარტო ფიზიკური, ან თვითონ განახორციელა, ხო გინახიათ, რომ რაღაცა ჩაგრული ადამიანი კი ისევე ჩაგრავს სხვა ადამიანს, როგორც თვითონ დაიჩაგრა, ხო? აი მაგალითად ხშირად არის, რომ გამწარებული რძლები დედამთილისგან, მე შემდეგ რო ხდებიან დედამთილი, იმათზე ცუდი დედამთილები ხდებიან და უფრო მეტად ამწარებენ თავიანთ შვილების მეუღლეებს, ხო? შეიძლება ეს სცენარი იყო, ან პირიქით, აი მამაკაცის მხრიდან იყო ეს სული წინა რეინკარნაციაში ძალიან დაჩაგრული და ძალიან დიდი კიდევ ერთხელ ამოფარ ვიცი ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ეხლა მინდა გადავხედო გარდა მაგისა თუ აქვს სხვაგან ეს ენერგიები და არა, გარდა მაგისა არა აქვს. ამ ადამიანმა როგორ უნდა დაამუშავოს ეს ენერგია? აიღოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თავის თავზე. ეს ენერგია არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, მათ შორის ძალიან დიდი ფინანსური შესაძლებლობები ამ ადამიანისთვის მიეცემა აუცილებლად ეს შესაძლებლობები თუ პლუსში დაამუშავებს ამ ენერგიას და ანუ რა არის პლუსში დამუშავება, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს არის კი ბატონო, ისიც არის პლუსში, რომ გამომუშავოს დიდი თანხები, შექმნას თავისი იმპერია, თავისი რაღაცა ბიზნესი, ხო, რაღაცა შესაძლებლობები, ოღონდ ეს ძალაუფლება, რომელსაც მოიპოვებს და შემთხვევით არაფერი არ ხდება და ამ ენერგიებს, რასაც მე ვუყურებ ამ მატრიცაში, აუცილებლად მისცემს, ასე ვთქვათ, შემოქმედი, აი ამ გამოცდას აუცილებლად იქნება ეს რაღაც დიდი ფინანსური შემოსავალი, დიდი შესაძლებლობები ცხოვრების რაღაც ეტაპზე, რომ მე შეხედოს, აბა როგორ გამოიყენებს ამას, როგორც შესაძლებლობა, როგორც სხვებისთვის მუხტის მიცემა, სხვების ფარველობა, სხვების წინსვლა, ხო, სხვებისთვის თუნდაც მატერიალური სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუ ამას გამოიყენებს ეგოცენტრულად, თავისთვის, ეგოისტურად და ამ ენერგიას მინუსში წაიღებს და იქნება ისეთივე დიქტატორი და დესპოტი, როგორი ენერგიაც აქვს წამოღებული წინა ცხოვრებიდან. და მესამე ენერგია, ეს არის ენერგია სამყარო. ენერგია სამყარო და რა მინდა ვთქვა აქ ჩანს რომ წინა ცხოვრებაში მე ვთქვი რომ ნახე შეზღუდვა შეზღუდული იყო რაღაცით შეიზღუდა ან თავად თვითონ შეზღუდა ხო სხვები და გააკეთა ორივე შემთხვევაში აქ ჩანს რომ ცუდად მოიქცნენ მას თუ ის მოიქცა ცუდად ხომ აქ ჩანს დამოკიდებულება რაღაცა
ჩაკეტილი დამოკიდებულება რაღაცისადმი. ანუ რას გულისხმობ ნახე, შეიძლება ეს იყო მაგალითად სიტყვაზე ვთქვათ, რომ მდიდარი კაცი მოექცა მას ცუდად და ჩამოუყალიბდა აზრი, რომ ყველა მდიდარი ესეთი ცუდია. ხო, ან მაგალითად სიტყვაზე მუსულმანი მოექცა მას ცუდად იმ ცხოვრებაში და ჩამოყალიბდა აზრი, რომ ყველა მუსულმანი ესეთი ცუდია და დესპოტია. ანუ რაღაცა იდეოლოგია, რომელიც რაღაცას ვიღაცებს ვერ იღებს. არ ვიცი, შეიძლება რელიგიური მიუღებლობა ვიღაცის, შეიძლება კანისფერის მიუღებლობა ვიღაცის, შეიძლება სქესის მიუღებლობა ვიღაცის, ხო? ქალების ძულთან, მამაკაცები გძულად წინა ცხოვრებაში, შეიძლება ასაკის, სოციალური ფენის და ასე შემდეგ. აი რაღაცა მიუღებლობა, ჩაკეტილობა, აი რაღაცა, რომ აი ეს ესეთია ხაზგასმით და მორჩა, აი ესეთი ენერგია ჩანს. რა არის კარგი ამ ენერგიის დასამუშავებლად? ეს არის ფართოდ გახსნა ცნობიერების მიმღებლობაზე მუშაობა, ძალიან კარგია უცხოეთთან კონტაქტები, სხვადასხვა ფენების, რელიგიების, ქვეყნების შეცნობა ნებისმიერ დონეზე რის საშუალებაც მოგეცემათ ცხოვრებაში, ანუ ფიზიკური გასვლით, ფიზიკური დათვალიერებით, ზოგადად რამდენიმე წლით, ან სამუდამოდ არ ვიცი როგორც გადაწყვეტ წასვლას სხვა ქვეყანაში ან უბრალოდ ინფორმაციის მოძებნით, ხო, რაღაცამ განსაკუთრებით ჩაიჭირეთ, რას ვერ იღებთ, რა არის ის მოცემულობა, სადაც გაქვთ მიმღებლობა და აი ამის გაშლით. სხვათა შორის ეს პრობლემა ქონდა დედის მხარეს, ორივე მხარეს, ანუ მამის კაცებშიც და ქალებშიც და თქვენ ამით დაეხმარებით, ასე ვთქვათ, თქვენს წინაპრებსაც შვიდ თაობას დედის მხარეს, რომ ეს, მოდი ვთქვათ, ადამიანურ ენაზე ეს ცოდვა, ასე ვთქვათ, წაეშალოთ. ხო, აი ეს შევეხულწებ ვერ ხვდებით, მაგრამ რაღაცა იქნება, რისი მიმღებლობაც არა გაქვთ, რაც გძულთ, რასაც ვერ იტანთ, რაც გაშფოთებთ, რაც შეიძლება გეზიზღებათ კიდევაც, ხო, და ასე შემდეგ. აი ზუსტად იმის შესწავლა გაიგეთ. აი ფობია როცა აქვს ადამიანს, პირველი რასაც აკეთებენ თერაპევტები, ეს არის, რომ აი ვისიც ეშინია, იმის შესახებ უნდა გამოიკულიოს, შეისწავლოს, გაიცნოს რა არის, ან უფრო დაუახლოვდეს მას და ესე ხსნიან ამ ფობიებს. აი ზუსტად ესეთი რაღაცას გთავაზობთ მე, რომ ზუსტად ის მეუღებლობა ვისადმისაც გაქვთ, ან რისადმიცა გაქვთ, ზუსტად იმაზე იმუშაოთ, შეისწავლოთ და ეცადოთ, რომ გაუგოთ, ეცადოთ, რომ მის ან მათ ტყავში შეძვრეთ და ისე დაინახოთ ეს ყველაფერი და როგორ თქვი, ეს უცხოეთის თემები ძალიან კარგად იმუშავებს თქვენთან დაკავშირებით. არ ვამბობ მე, რომ ემიგრაციაში წახვიდეთ. ეს ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, მაგრამ ძალიან კარგია თუნდაც დროდადრო როგორც ტურისტად წახვიდეთ, დაეხმარება თქვენი კარმის დამუშავებას. რაც უფრო მეტ უცხო სიახლე შემოიტათ ამ ენერგიაში, ეს თქვენს კარმის შოულს დაამუშავებს. მაშასე შევკრათ ერთად, ეს არის ბედნიერების დაჭერა, თუნდაც ძალიან დიდ სირთულეში, თუნდაც ტრაგიკულად იყო შეფასებული რაიმე მოვლენა, დაინახოთ იქ კარგი ძართულია, რასაც ვამბობ, მაგრამ ეს თქვენ მოგეთხოვებათ, თქვენი კარმის კუთიდან გამომდინარე, შანსი, რომელსაც მოგცემთ სამყარო, განსაკუთრებით აქ ჩანს, რომ ფინანსებში მოგცემთ ამას სამყარო, ეს გამოიყენოთ, რომ სხვა ადამიანები იყვნენ წარმატებულები, წასწიოთ წინ, ანუ ბოსი კი არ იყოთ, იყოთ ლიდერი გახდეთ. ხო, აი ეს გამოცდილება გაუზიაროთ, ცოდნა გაუზიაროთ, თუ სხვა დახმარება გაუწიოთ, ვისაც ეს სჭირდება, დაეხმაროთ, რომ ადამიანები წამოვიდნენ, გაძლიერდნენ, ხო? წინდა ის, რომ მიმღებლობა გაზარდოთ, მეტი შეხება უცხოეთთან, საზღვრებს გარეთ და შეიძლება საზღვრებშიც იყოს ეს მიმღებლობა, ხო?
საქართველოშიც არის აი რომელიმე კუთხე არ გიყვარდეთ, რომელიმე კუთხის შვილი არ გიყვარდეთ, რომელიმე ქართული რაღაც არ გიყვარდეთ, ანუ არ არის აუცილებელი რომ ეს უცხოეთს ეხებოდეს, სადღაც იქნება ეს მიუღებლობა. ჩაიძიეთ თქვენ თავს, სად გაქვთ ეს და ზუსტად იმაში შედით, იმაში შეცურეთ, იმათ გარემოში მოიქეცით, შეისწავლეთ, დაუახლოვდით და მიიღეთ. აი ეს მიუღებლობა უნდა გააკეთოთ. ეს დაგიმუშავოთ კარმის კოდს. რა მოაქვს კარმის კოდის დამუშავებას? გარდა იმისა, რომ აქ ფინანსური თემაა თქვენთან ნაჩვენები და აქ პარტნიორული თემა არის თქვენთან ნაჩვენები და ემოციური თემა, რომელიც კავშირშია, პირდაპირ კავშირშია თქვენს კარმის შოლთთან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არის როგორც თავიდან დავიწყე უდიდესი სიმძიმე. წარმოგიდგენთ გირი, რომელიც ყველაზე გაქვთ მომული და ქაჩავთ ოკეანეში და თქვენ თუ ამ სიმძიმეებს მოიჭრით, მთელი სხეული განთავისუფლდება, ხო, ისე იქნება მთელი თქვენი ენერგეტიკული ველი თავისუფლდება. ეს არის ის სიმძიმე, რომელთან ბრძოლაც და მუშაობაც მთელი ცხოვრების მანძილზე დაგჭირდებათ, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. პირიქით შეიძლება ეს ენერგიები თქვენს პლუსში აქციოთ, როგორც გითხარით, შეიქმნათ საოცარი სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან, იშოვოთ დიდი ფული და იყოთ ემოციურად ძალიან გაწონასწორებული, ბედნიერი და მშვიდი. გისურვებთ წარმატებას და შემდეგ ვიდეომდე.